ღვთის მომსწრენი ვართ ყველანი, თქვენი სურვილები და მოლოდინები ახალ პატრიარქთან. ალბათ განსაკუთრებულს და ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის უღირსეულესი ადამიანი, ვინც კი იცნობს, ვინც არ იცნობს, ალბათ ამაში უკვე ყველა დარწმუნებული და ასეთი იყო ღვთისნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას და უსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს თავისი ამ უდიდესი პასუხისმგებლობით, ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და დაკისრებული მოვალეობის, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს და მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე, უწმინდესობის მერე ამ დიდი ჯვრის, მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თავის სახელს, თავის სიტყვას დატოვებს, იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის კიდევ უფრო გაერთიანებაშიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ამ ფონზეც ჩვენ ვისმენთ ახალი პატრიარქის და პროცესის მიმართ კრიტიკას. გუშინდელიდან დაიწყო ისევ განახლდა კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ფონზეც ისევ ვისმენთ კრიტიკას. თავად გუშინდელი პროცესის მიმართ, ახალი პატრიარქის მისამართით. რას გეუბნებათ ზოგადად ეს პროცესი, რომელსაც უყურებთ უკვე თითქმის 2 თვეაფრით? მოდი მე თავ შევიკავებ მათი გამონათქვამების შეფასებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ერთ წუთს თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევართ ისეთ პოლემიკაში, რომელიც აი ესეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი. გაერთიანების კონტექსტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ თვითონ გადახედავენ ამ თავის დამოკიდებულებას, შეიძლება გააკრიტიკო პოლიტიკოსი, გააკრიტიკო სხვა სფერო ნებისმიერი, მაგრამ აქ დღევანდელ დღეს მე მგონი ცოტა ზედმეტ უადგილოა და ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. რა შეეხება თქვენს კითხვას? რა შეეხება? დავაზუსტებ. მამა ანდრია ჯაღმაიძე ჯერ კიდევ 9 აპრილს გითხარ, რომ როგორც პატრიარქს აირჩევენ, ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელსაც კიდევ ერთხელ საპატრიარქო დააყენებს. თქვენი პოზიცია როგორია? პირადიც რომ გითხრათ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას და თუ აქტივისტის აქტის გამოყენებაზე. მე არ მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პირადად ჩემი პოზიცია. ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი. მაგრამ რა შეცვლილი არ არის, მე ეს მაინტერესებს. გეტყვით ახლა, გეტყვით. ჯერ ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ ჩემი აზრით თავისი სახით. სულ რაღაც 5-6 წლის წინ ადამიანისთვის სინდისის პატიმართან დაეძახათ, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. დღეს ესე ხელაღებით ისე ვარქმევთ სახელებს ადამიანს სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმარი, რომ აქ უკვე საკამათო თემა შემოდის. საკამათო თემებში მერე გარკვეული უხერხულობები ჩნდება, მათ შორის კანონის მიერიც კი, არა მხოლოდ პირადი პოზიციის და გუნდის პოზიციის განსაზღვრელი. ამიტომ ამ პოზიციებზე თუ ჩამოყალიბდით ხოლმე, მერე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება ყოველთვის. გაითვალისწინოთ შეიძლება უკვე გაგეცით ამაზე უკვე პასუხი. კი ბატონო. ან ამნისტიაზე ხომ არ მუშაობთ, იმიტომ რომ როგორც სასულიერო პირები ამბობენ, გარკვეული ინფორმაციები მათ აქვთ თქვენი მხრიდან და აცნობებთან დაკავშირებით და ამიტომ სალომე ვუთხარეს. ჯუიმე, იგივე რა ოჯახური კონფლიქტის დარჩა. კარგი, კიდევ ერთხელ. სასულიერო პირებიც ამბობენ, რომ შეცვლილი გაქვთ პოზიციები და ხომ არ მოგვაწყვეტენ მაღალი იერარქები. შეწყალება ამნისტია შესაძლოა რაღაც გამოქვეყნოს. კიდევ ერთხელ. მე მგონია, რომ თქვენ გექნებათ ალბათ. მე მგონია, რომ ჩვენზე მეტი. კაფიოდ უნდა განსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. ანუ ადამიანი არავითარ შემთხვევაში პირიქით პირობად მინდა რომ არ მიიღოს არავინ. ეს არ არის ჩემი განსასაზღვრი. ან თუნდაც ქართული ოცნების გუნდის განსასაზღვრო საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციას კი შეიძლება ეზედმეტოს და ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება. მაგრამ თუ პოზიციას ზოგადად მეკითხებით, კიდევ ერთხელ მიმეორებ.
5-6 წლის წინ სინდისის პატიმარი დაეძახათ მთელ მსოფლიოში საქართველოში კი არა ვიღაცისთვის უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. ჩვენ როგორ შეიძლება შევთავაზოთ? ხო არ შეიძლება ჩემი პოზიცია ის იყოს, რაც თქვენი. ხო წარმოუდგენელია. ჩემი პოზიცია სხვა არის, თქვენი პოზიცია არის სხვა. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ბუნებრივია იქნება, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს, შეიძლება შაბლონურადაც კი ჩადეს, ინანიებს ჩადება დანაშაულს და ასე შემდეგ, მაშინ კიდე უფრო დამთმობი და მობიერია სახელმწიფო მის მიმართ, ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემსა და თქვენ შორის, ხო? აქედან გამომდინარე. არა. მე მგონი აღარ ჩანდა. დიახ, გისმენთ. კიდევ ერთხელ. მონანიება ჩაითვალა პირობ. ჩვენ არ მოგმართ. ჩვენ ვერ მოგმართ. პრეზიდენტს მემართავ. ამიტომ ნახეთ. ვერ არ შეიძლება. ეს ამის გაკეთება არ შეიძლება. არც მათ მოთხოვოთ რამე, ამას ვამბობ სწორედ. არც პრეზიდენტს მოთხოვოთ რამე. უბრალოდ მე ჩემი პოზიციის კიდევ ერთხელ გახმოვანების დროს თქვენსა და ჩემს შორისაც კი აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე ზოგადად დამოკიდებულება ვინ არის ის ადამიანი დამნაშავე რომელმაც სასამართლოს მიუსაჯა რაღაც საჭირო თუ არ არის დამნაშავე თქვენ ამბობთ რომ არ არის დამნაშავე ბუნებრივია სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის ის ყოველთვის დამნაშავე იქნება ვინც კი აღიარებს სასამართლო გადაწყვეტილებას ხო უკვე აი ამ პოლემიკაში შესვლაც კი არასწორია გადაწყვეტილების მიღების დროს ამკა პოლიტიკურ თემებზე რადგან საუბრობთ ერთ კითხავთ საფრანგეთის პარლამენტმა ეს არ არის თქვენ ეკითხებით ახლა სამჯერ დაგიბრუნდით და მაინც იგივეს მეკითხებით კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშით მაგრამ გეტყვით რაღაცას დანარჩენი ყოველთვის არის ერთი ადამიანის დისკრეციული უფლებამოსილება არ შეიძლება ოდნა პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტშიც კი მე ამაზე ვილაპარაკო ჩემი პირადი მოლოდინი არ უნდა იყოს საინტერესო. საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაში გარკვეულწილად სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა. ეს კრიტიკა, რომელიც გესმით დასავლეთიდან და სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა, როგორ იქნება თქვენი შეფასება? სამწუხაროა, რომ და დღეს კიდევ უფრო მეტი ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციული თვალსაზრისით ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას იმ დარტყმებში რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან რომელი ქვეყნიდან ვისგან მომდინარეობს დარტყმა სამწუხაროა ყოველთვის რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, NGO-ს წარმომადგენელი არ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში. და მე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენ ურთიერთობებს. ერთი მხრივ ლაპარაკობენ ხოლმე პარადოქსულია. ერთი მხრივ ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მეორე მხრივ ისინი მონაწილეობას იღებენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება. საფრანგეთის მოქალაქეა ბიძინა ივანიშვილი. თქვენთვის რა ღირებულება აქვს ამ რეზოლუციას და სანქციებს ბოდიში საფრანგეთის საკითხებოდი საფრანგეთის რეზოლუციას. საქართველოს არის მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეთა იქონებას ფლობს და ამიტომ გეკითხებით. თქვენთვის რა ღირებულება აქვს ამ რეზოლუციას და ამასთან ერთად სანქციებს გველოდებით საფრანგეთის მხრიდან. იცით რა, მე რომ ახლა გიპასუხოთ რომ ჩალისფასია იყო გასულ ასეთ ინტერვიუები ჩვენი მათ შორის. ვიღაცები ამას საკრიტიკოდ გახდიან, არა და 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა თქვენ თავად უცხით, ხო? აქედან გამომდინარე რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი როგორც სახელმწიფოსთვის კი არ არის ხოლმე სწორად, იმდენად ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას ტერმინს გამოიყენებენ მიაფუჩეჩეს, ხო გაგიგიათ ესეთ. იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქნება რეზოლუციები, რომ მე ფასი თავისთავად ეკარგება ამის გამო. ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენი არა, ამის ხმა რომ დავდა ზუსტად ასე ვიტყოდი. ნახეთ, იმდენად
არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად და რეზოლუციებს უკან თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის ფაქტები ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომელიც მოტანილია ამ რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა. უბრალოდ აუფასურებენ ფაქტები, რომლებიც ბჭყალებში ფაქტები, რა თქმა უნდა, რომელიც მოტანილია ამ რეზოლუციებში მათ საფუძვლად. რას ეუბნებით ჩვენის განცხადებაზე? შეიძლება დახრა. ცილის დამებას უწოდებს შალვა-პოშულის განცხადებას, შალვა-პოშულმა გერმანიის დიპლომატიის რიგობა დაუწყდა და უშუალოდ საქართველოს გადაჭრა გერმანია საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს, როგორ აღიქვამს. თქვენ არ ამხოლოდ ეს ინტერვიუ ბატონის შალვასი, არამედ რამდენიმე სხვა ინტერვიუს გახსოვთ ალბათ, მათ შორის ჩემი წინა დღეების განმავლობაში, რასაც შემიძლია გითხრათ და ამის მეც ვერ დავამატებ, საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოყვა და გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან უფრო მძიმე თემებზე. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ადეკვატური რეაქციები კვლავ გაგრძელდება იმ განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ. ბატონო მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აბრალებს იმას, რომ ხელისუფლებაში ამ დრომდე რას ეუბნებიჩიანენ? რომელიც ხელისუფლება საზოგადოებას აბრალებს იმას, რომ ამ დრომდე ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება, მაშინ როდესაც აქამდე გვესმოდა, რომ ქართული ხალხის გვერდით იყო. როგორ შეაფასებდით, რას ეუბნებიჩიანენ? საქართველოს და ქართული საზოგადოების ბრალია ის, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, თავისი პლუსები და მინუსებით, როგორებიც ვართ, ასეთებით ვართ ამაყები, ვართ ეროვნულები და ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს. შესაბამისად დაგვაბრალონ ქართველებს ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა ისეთი ხელისუფლება გქონდეს და ეს არის არა დაბრალება, არამედ მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართულ ხალხს ის ყავს ხელისუფლებაში. ეს არის სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და ბევრ ქვეყანაში სამწუხაროდ დღეს ისეთი მოცემულობა თანამედროვე მსოფლიოში ეს ვერ ხერხდება და გარედან ნაკარნახები ხელისუფლებების ყავთ. აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ სიამაყის საფუძველი შეიძლება იყოს. დიდი მადლობა, ბოდიში აღარ შეიძლება, ბოდიში რაღაცას გეტყვით, ბოდიში ამ ფონზე მე მგონი ცოტა ზედმეტი მოდიათ, გაგიცნობთ. მადლობა ნახევარს. თქვენი პოზიცია